დაუსწრებლად შემიფარდა პატიმრობამ რუსეთის ტერიტორიაზე და ეს ყველაფერი გააკეთეს იმის გამო, რომ მე 3 წლის წინ თვენახევრის განმავლობაში ვიყავი უკრაინაში და გმირი და თავგანწირული უკრაინელი ხალხის მხარდამხარ ვიბრძოდი. ეს ჩემთვის ძალიან დიდი პატივია იქ ბრძოლაც და ის გადაწყვეტილებაც, რაც დონეცკის სასამართლომ და რუსეთის გენერალურმა პროკურატურამ გამოაქვეყნა. დიახ, მე ამაყება თავგანწირული უკრაინელი ხალხის გვერდით ბრძოლა და მიამაყება ის, რომ უკრაინაში საქართველოს სახელმწიფოს და ეროვნულ ინტერესებს ვიცავდი, როგორც შემეძლო. ერთ მოქალაქეს და ერთ მეომარს. ხედავთ ჩვენ, რომ უკვე 24 საათი გავიდა და ამ ამბავზე საერთოდ კომენტარს არ აკეთებს ქართული ოცნება. საერთოდ არ იმჩნევს ასეთ ამბავს და ვითომ არც არაფერი გაუგიათ, ვითომ არც არაფერი მომხდარა. შესაბამისად, ამ დუმილის მიუხედავად მე მინდა თითოეულ წევრს, თითოეულ ლიდერს ქართული ოცნების ვკითხო. და მაქვს მათთან ძალიან კონკრეტული შეკითხვა. რას აპირებენ ან რას მოიმოქმედებენ ისინი იმ შემთხვევაში, თუ კი რუსეთის მხარე, რუსეთის გენერალური პროკურატურა მოითხოვს ჩემს ექსტრადიციას, ანუ ქართველებს, ქართულ სახელმწიფოს მოთხოვს საქართველოს მოქალაქის დაპატიმრებას და რუსებისთვის გადასცემას. რას აპირებთ და რას მოიმოქმედებთ თქვენ ამ შემთხვევაში? ჩემთვის ძალიან საინტერესო და საყურადღებოა ეს ამბავი. თუმცა მეორეს მხრივ ყველაფერი ძალიან ნათელია და ყველაფერი ძალიან კაფიოა. ხედავთ, რომ ქართული ოცნების ეს დუმილი არის დასტური იმის, რომ რუსული მხარე, რუსები, რუსული სახელმწიფო და საქართველოს ხელისუფლებაში ჯერ კიდევ მყოფი ეს არალეგიტიმური ხალხი მოქმედებენ სინქრონში, მოქმედებენ კოორდინირებულად და ისინი უკვე აღარც მალავენ, რომ არიან მოკავშირეებით. ამ შემთხვევაში რუსეთს და ქართულ ოცნებას აქვს კოორდინირებული შეტევა ბოლო დღეების განმავლობაში, კოორდინირებული მასობრივი შეტევა სწორედ კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ. თუნდაც დღევანდელ ამბებს გადაავლეთ თვალი, დააყადაღეს ჩვენი პარტია ლელოს ანგარიში, მამუკა ხაზარაძის დეკლარაციის შესწავლის მიზნით ანტიკორუფციული ბიურო დაფაცურდა, ჩემზე რუსეთმა ძებნა გამოაცხადა და დონეცკის სასამართლომ პატიმრობა დაუსწრებლად შემიფარდა. ანუ გაშმაგებული შეტევა მიმდინარეობს კოალიცია ლელო ძლიერი საქართველოს წინააღმდეგ და ეს ყველაფერი რა თქმა უნდა უკავშირდება ჩვენს გადაწყვეტილებას არჩევნებში ამ საარჩევნო თავგანწირულ ბრძოლაში შესვლასთან დაკავშირებით და ყველა მხრიდან გვიტევენ, ხედავენ, რომ თვალსა და ხელშუა იზრდება ჩვენი მხარდაჭერების რაოდენობა, ჩვენი და გახარიას პარტიის კოორდინირებული მოქმედების შედეგად და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ამ ყველაფერს მოვიგერიებთ, ამ ყველაფერს გაუძლებთ და ამ რეალობას შევცვლით 4 ოქტომბერს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებს. მადლობა.